დღეს ვისაუბროთ მთვარის დღეზე, რამდენად რეალურად მთვარის დღე მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მზის კალენდარი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურობაში და გარდა ამისა არსებობს მთვარის კალენდარიც, რომელიც ასტროლოგიაში გამოიყენება, არა მხოლოდ ასტროლოგიაში, ყოველდღიურობაშიც გამოიყენება. მთვარის კალენდარს ზოგადად ადრე ბევრად უფრო მეტი ფუნქცია ჰქონდა, დღეს შედარებით ნაკლებად გამოიყენება. და მთვარის დღეების სიმბოლიკა ზოგადად ძალიან კარგად ასახავს ადამიანის ცხოვრებას, ზოგადად ადამიანის ხასიათსაც რაღაც მხრივ. რეალურად მნიშვნელოვანია თუ მთვარის რომელ დღეს დაიბადა ადამიანი. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ მთვარის დღე არ ემთხვევა მზის დღეებს, არც დღის ხანგრძლივობის მიხედვით, არც დაწყების დროის მიხედვით, აბსოლუტურად განსხვავებულია. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ მთვარის რომელ დღეს დავიბადეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ესეც იძლევა რაღაც გარკვეულ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ყველაფერი ინფორმაცია დალაგებულია იერარქიულად, ესე ვთქვათ, და ნატალური რუკიდან არის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა დამატებითი ინფორმაციაც, ესე ვთქვათ, სრულყოფს ჩვენს ცოდნას, ისე თუ ასე. მთვარის დღეებს აქვს კონკრეტული სიმბოლიკა, ანუ ყოველ მთვარის დღეს აქვს კონკრეტული თავისი სიმბოლო, რაც ახასიათებს თვითონ ამ დღეს და შესაბამისად გაიცემა რაღაც კონკრეტული რეკომენდაციები ამ დღესთან დაკავშირებით. ანუ თუ როდის დაიბადა ადამიანი, ესეც ახდენს მის ცხოვრებაზე გავლენას, მის ხასიათზე გავლენას. როგორც მაგალითად მთვარის მეორე დღის სიმბოლო არის პირი, ხახა ზოგადად და ესეთი ადამიანი არის, ამ დღეს დაბადებული ადამიანის არის ძალიან ხარბი ადამიანი ყველაფერი თავისთვის უნდა, სხვას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრი დაუგროვდება თვითონ. მთვარის მესამე დღის სიმბოლო არის ლეოპარდი და ესეთ დღეს დაბადებული ადამიანი არის ძალიან რისკის ქვეშ, რომ მოხდეს მასზე ასტრალური თავდასხმა, ან მოხდეს ზოგადად აგრესია მასთან მიმართებაში. ეს უფრო მეტად აგრესიული, უფრო მეტად გაღეზიანებული. მთვარის მეხუთე დღის სიმბოლო არის ცალრქიანი ცხენი. ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან ბევრს ჭამენ. ზოგადად ესეთი ახასიათებთ შიმშილი. ანუ ფიზიოლოგიური შიმშილი, ინფორმაციული შიმშილი, ყველანაირი სახის შიმშილი. ყოველთვის უნდათ რომ რაღაც ახალი გაიგონ, რაღაც ახალი მიიღონ და ასე შემდეგ. მოკლედ ამ მთვარის დღეებიდან გამომდინარე ხდება კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა, ჩანს დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ადამიანი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის კონკრეტული ფიქსირებული ინფორმაცია, არ იცვლება, ამიტომ უბრალოდ კარგი იქნება თუ გადახედავთ და გეცოდინებათ მთვარის რომელ დღეს დაიბადეთ.